განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიამ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის კონცეფცია გამოაქვეყნა. განათლების სისტემის განვითარებისთვის ხედვა ასეთია: ყველა მასწავლებლის საქმიანობისთვის აუცილებელია პირობების გაუმჯობესება და პედაგოგთა წახალისების სხვადასხვა მეთოდები. ახალ კონცეფციაზე ზოგად საგანმანათლებლო მიმართულების ჯგუფი მუშაობდა. ძირითადი კონცეფციის გატარების აუცილებლობაზე საუბრობს 24 საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულია. პრობლემების გადასაჭრელად ძირითად ამოცანად მასწავლებლების მოტივაციის გაზრდას მიიჩნევს. იმიტომ რომ ჩვენი მომდევნო თაობა რატომ იქნება ჩვენზე უკეთესი თუ ჩვენ საზოგადოებაც და სახელმწიფოც პირველ რიგში უნდა ზრუნავდეს იმაზე რომ ზოგადად მასწავლებლის პროფესია იყოს პრესტიჟული და ზოგადად მასწავლებელს არ უჭირდეს თავის ქვეყანაში. მისი შრომა ფასდებოდეს ადეკვატურად სახელმწიფოსგან და უღირდეს ადამიანს რომ იყოს მასწავლებელი, იმიტომ რომ ეს ძალიან რთული პროფესიაა. ჩვენ მართლაც გვაქვს სერიოზული დეფიციტი კვალიფიციური პედაგოგების და ბუნებრივია რომ პროფესიული განვითარების კონცეფცია ამას აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს და ამ პრობლემას უნდა წყვეტდეს.